ჩემო ძვირფასო 67 გამოწერო ამას რას მოვეცა ესე იგი ახლა მივიდივარ ხუნდების შესასვლელად შუა როში რიცხვში ერევანში და შორი გზა არის მოგხსენებათ და საჭიროა გამართული ყავდეს ავტომობილი გენაცვლებით ვინც არ უნდა იყოთ Ford Fusion ყავთ Tesla ყავთ Nordsemi არა აქვს მნიშვნელობა აუცილებლად უნდა იყოს გამართული ავტომობილი ეხლა სადაც მიდივარ არის ქუთაისის ქუჩაზე 10 ნომერში მაღაზია სწრაფი არ ვიცი იაპონური ხუნდები არის გარანტიით 100 ლარი ტყუილს ანუ წინა საბურავებზე შეცვლა ჩდება ხუნდების ჩემ მანქანაზე ხო და აქვს ქუთაისის 8 ნომერში და 10 ნომერში არის ეს მაღაზია ნუ ინტერნეტით Facebook-ში ვიკითხე მეთქი ყველაზე ისეთი ნორმალური ფასი Вот там гарантия შემითხოვა რა თან იაპონური ხარისხი Поверните направо на съезд. Затем вы прибудете к ხარისხს გავიგებ ოხეს კრეიტები რა გავიგეთოთ სათვალეები hop ათი ცხენის ძალა მომატებულია ან რეალურად რომ შევხედე როგორ არის ცი ანუ მარცხმა რაღაცა რეალის ხმა აქვს და წრებინით არ წრებინებს ტრომუზის დროს რეალის ხმა აქვს და რავი ნიშანია ერთ-ერთი რომ ხუნდები არის შესაძლებელი და როცა დავხედე დისკებზე არის ჩემი მანქანა როცა დავხედე ჩანს ხუნდები ანუ გაცვეთილია თუ არა სულ მავიწყდებოდა დახედვა და შემოწევა და დღეს სახლში ვიყავი არც ვიცოდი როგორი მდგომარეობა ჰქონდა ხუნდებს და უბრალოდ დავპოსტე და შემიხმიანა ერთმა ბიჭმა და მითხრა ფასი ყველაფერი და იცის ახლა რომ მივდივარ მასთან და ერთ სიტყვით მე გვიან დავხედე რა მაგ ხუნდებს და როგორ არის ანუ შიდა მხარე ანუ შიგნით ეს ხო არის ახლა დისკი აპორნი დისკი და ანუ იქ წინა მხარე უფრო ის არის ახლა ანუ ყარათაზის და შიგნით მხარე არის გაცვეთილი რაღაცნაირად გვედულას მოდის და რატო არის მაგასაც შევამოწმებინებ და გეტყვით ბოლოს რა გამოვა ყველაფერს რამე დიდი პრობლემა არ აქვს ეს თქო მოგვარდებით რა ჰერია გარდამრჩა ინდავტკივილებს ტოვებას მე და ჩემი ხავის ჩანთა ფიქრები ერთობოდაზე ლამერთო ისე შემიყარდა დავბოდია მოვდურიაზე მხოლოდ ერთხელ დამარა მისი შეიძლება და ამ ზოლიდან ისმირა დავიდა. Ach, ხალხო რა. როლი კიდე მოწყანა.
ალო. თო ახლა უხევ მიდან სანაპიროდან ზემოთ და კაი, გავედი. 900 მეტრი მიწებია. სანაპიროდან რა მოყვები? სანაპიროდან რა მოყვები? ხო, არა, ხო, მაგაც კი მიჩვენებს, სამდე მოვიდე, უბრალოდ თუ მაინც შეღატყობინე რა. ახლა ზღვა სანაპიროზე შემოამოყვები უკვე ქუჩას თუ ჯერ არა? აი ხა უხობე ორი მამთან არა ვიყვები ის. აი ხიდის ქვეშ რო გამოძრები, მას მოსატრიალებელია. უყიე ამოყევი ქუჩას, უკან იქეთ ხიდისკენ აღარ წახვიდე. ხო, ზემოთ ამოყევი. კალფის კანონ, ხო, ზემოთ ამოყევი. პირველივე შუქნიშანი, Главный поворот направо. პირველივე შუქნიშანი შემოუხვიე მერე მარცხნივ. კაი. რა ნომერია შენი მანქანა? 100. 100. კაი, ზღვა უდახვდებია. კაი. შემოუხვედეთ 30 მეტრში მარცხენა მხარეს ავარ, დაინახავთ იგი მაღაზიას, ნახილოსფერი, 3-1-იანი. აჰა, კაი. Поверните налево. Затем поверните налево. Затем ваши აქ მოტრიალებ და უცბად ხანი მოუთხან დედის ტრაკი. მადლობა. поверните налево. აი ნახე ესენია. აი ხა ესე ადმოატორ მუზექს. ხო. ხიანად უნდა იყოს. ეგ ამისი ბრალია მე. მოიწვია ამ. რა ესენი ატომიზებს ეგ რაღაცა გალესილია რა. იგი მაღაზიასთან რომ მოვედი, კი ნახეთ ეს პირველი მაღაზია. ახლა მივიდივარ მეორე მაღაზიასთან. Поверните налево. Затем вы прибудете к месту назначения. ხუნდები შევამოწმეთ და იდეალური სისქის არისო, უბრალოდ ხმა თუ არ გაწუხებს. ეს რეალის ხმა რაც იყო. თუ არ გაწუხებს, არ არის მაგის პრობლემაო. так. ესეც მეორე. Вы прибыли к месту назначения. ეს არის ქუთაისის ჯერ სარეკლამო აბრა არის გაკეთებული და ეს 18 ქუთაისის
18 ნომერი ყოფილა. აი ეს 18 ნომერი. შენ ეს ხასაკურზე დამოვიწყდა თქვა. ესე იგი ჩამოაქვს ამ მაღაზიის პატრონის ჩამოაქვს ძირითადად ნაწილები, რაღაც პომპა, ექსტერჟინი, ამორტიზატორი და რაღაცები აქვს. ევროპიდან ესე მესერესების და ანუ ეგ ნაწილები მესერესებისთვის ძირითადად რა. არის აქვს კიდე ბევრი სხვა ნაწილებიც. არა ეს გარანტია ხუნდებზე, ანუ უბრალოდ თავი უნდა დავიწყებ, რომ მივედი დაშალეს და ნახეს. ნამდვილად არ ყოფილა შესაძლებელი ძალიან თითქმის 20,000 გაგატარებს მინიმუმ რა ესენი და ადგილმდებარეობაში იყო და ის რაღაცა ხმარო ჰქონდა იქ თუ არ გაწუხებს იყოს არ შეიძლება ამაზე პრობლემა უნდა. ეს თუ გარანტია ორი კარგი ხუნდებს აქვს იაფიანი ხუნდებიც ბიუჯეტოები, მაგრამ ის იმაზე გარანტია არ აღწევდება და ეს კარგი ხარისხის ხუნდები რომელიც არის იაპონიიდან არის ჩამოტანილი და 30-35-მდე აქვს გარანტია, ოღონდ ეს გარანტია ვრცელდება როგორ რაზე წრიპინი, ხრიალი, ეს დისკის შიდა მხარეს რომ აშავებს ერთ რაღაცებზე და კილომეტრაჟზე კიდე ინდივიდუალურად არის რა, არის მძღოლი რომელსაც ვთქვათ ორ მაღაზი ხარჯება, ანუ სუპერმარკეტზე ტრანსპორტი არის მძღოლი ხა მაღაზია ვერ ვიცი რა ტიპს ვერ ავიცნობ, რომ არის მძღოლები ვინც სუპერმარკეტის და მომწევი მაგალითად ხალები უფრო ხშირადაა ტურიზმი და აი ახლა რა თქმა უნდა კაცებიც მოშვებია რა ქვია არის მძღოლი რომ მიფრინავს და ხედავს რომ წითელია ანთებული და ტურიზმი მოუწევს ყოველგვარად, მაგრამ მაინც არა ადგილს ტურიზმს და მე ბოლო წუთებში წამებში ატურიზმს მაინც დღეზე მოუწევს გაჩერება და რატო ცუდავს ხონდეს მე აზრია ეს გარანტია მაღაზია ვრცელდება რომ საბურავებს ეგ დისკებს არ გააშავებს წრეპინი და 35-მდე ვაძლევ იმას რა ქვია გარანტიას ევროპაში მაგრამ არის ის მაგას რა ეს 25 აი ეს რაც ვახსენე იმასე არის გარანტია და ვიწრო აქვს კიდევ მიწოდების სერვისი ეგ უკვე მოლაპარაკების ამბავია გააჩნია ვისაც ხოლოს და შეიძლება ფასში შევიდეს რაც იქნება ღირებულება ნაწილის ანუ ფასი ვიტამინის ფასი შეიძლება შევიდეს შეიძლება გააჩნია რა ინდივიდუალურად რომ კურიერი ახლა ის გარე იქნება თუ ვერიშივი ყველა ვარიანტში თანხას იღებს და ეს კაცის ახლა რა თქმა უნდა ნაწილზე იგებს თანხას მოგებას რატომ მოაკლოს თავის შენი რაც პირდება იმებზე რატომ მოაკლოს ეს რა კარგი რაღაცები ქონდა მაგრამ ეს მეორე მაღაზია რაც გაჩვენეთ ეს აბრის გარეშე რაც იყო ახალი გახსნილია და წინ ორში მოეწყობა ის წინა მაღაზია რომელსაც გავჩერდი ის მაღაზია სულ ბევრი იცის და არის პრობლემა და მას და მე გაჩვენებდა მე დიდად ამ რეკლამაში არც ფული ამიგი არაფერი რაც მითხრა ფასი ვიხდი და მე რა ნახოთ რა იქნება მე იაპონური ხარისხის რომ ჯერა და ვიცი რომ კარგი იქნება ეგ არის რა აი всё წავედი აქ დავწეროთ ბლა სუკა შვილო შენ მას ასულელი ხარ ხო იცი